დღეს მინდა პანკრეასზე, ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოზე გესაუბროთ და ბოლოს რჩევები და რამდენიმე რეცეპტი შემოგთავაზოთ. ეს დიდი თემაა, მაგრამ ვეცდებით შედარებით მოკლე ექსკურსით შემოვიფარგლოთ. იგი დიაფრაგმის ქვემოთ მუცლის ღრუს უკანა ნაწილში, კუჭის უკან, ელენთასა და 12 გოჯა ნაწლავს შორის მდებარეობს და ამ მდებარეობის გამო მას კუჭ-უკანა ჯირკვალსაც უწოდებენ. მისი უშუალო მეზობლები წვრილი ნაწლავი, ღვიძლი და ელენთა არიან. პანკრეასის სიგრძე დაახლოებით 15-დან 22 სანტიმეტრამდეა და დაახლოებით 70 გრამს იწონის. ის შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: სქელი მარჯვენა ნაწილი, რომელიც ბუდობს 12 გოჯა ნაწლავის მოსახოში და თავს ეძახიან, შუა ნაწილს, რომელსაც სხეულს უწოდებენ და კუდი, თხელი მარცხენა ბოლო, რომელიც ელენთაზე ვრცელდება. პანკრეასი ორ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს. ერთის მხრივ იგი მიღებული საკვების ნაწლავში დასანაწევრებლად და მოსანელებლად შესაფერის მომნელებელ წვენებს აწარმოებს და მეორეს მხრივ ის ქმნის ჰორმონებს, ინსულინსა და გლუკაგონს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ. მას შემდეგ, რაც საკვები კუჭში ხვდება, ფერმენტებით გაჯერებული პანკრეასის წვენი პანკრეასის სადინარებში მიედინება. ამ სადინართა გაერთიანებით მიღებული პანკრეასის მთავარი სადინარი უერთდება ნაღვლის საერთო სადინარს და მასთან ერთად 12 გოჯა ნაწლავში იხსნება. პანკრეასის ფერმენტებია პროტეაზა, რომელიც საკვებში არსებულ ცილების მონელებაში მონაწილეობს და ასევე ნაწლავებში მცხოვრებ ბაქტერიებსა და სოკოებს ინელებს. ამილაზა, რომელიც ნახშირწყლებს მოინელებს და სახამებლის გლუკოზად დაშლაში მონაწილეობს, რომელსაც ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს. ამილაზის უკმარისობისას შესაძლოა დიარეა განვითარდეს, რომლის დროსაც განალოვანი მასა დაუმუშავებელ ნახშირწყლებს შეიცავს. და მესამეა ლიპაზა, რომელიც ცხიმების მონელებაში მონაწილეობს. ნაღვლის წვენში არსებული ნაღვლის მჟავები ცხიმებს უფრო მცირე ნაწილებად შლის და ლიპაზას მათ მონელებაში ეხმარება. ლიპაზის უკმარისობისას ორგანიზმი ცხიმსა და ცხიმში ხსნად ვიტამინებს კარგად ვერ ითვისებს. ასეთებია A, D, E და K ვიტამინები. ნაწლავის მიერ ცხიმის ცუდი შეწოვა დიარეით და ცხიმიანი განავალით ვლინდება. პანკრეასის სპეციალურ ლანგერჰანის კუნძულების უჯრედებში წარმოიქმნება ჰორმონები ინსულინი და გლუკაგონი. ეს ნივთიერებები შაქრის მეტაბოლიზმს და, შესაბამისად, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ისინი მიმდებარე სისხლძარღვების საშუალებით პირდაპირ სისხლში გადადის. სისხლში გლუკოზის სათანადო დონის შენარჩუნება კი ტვინის, ღვიძლის, თირკმლებისა და სხვა ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაიმე მიზეზით პანკრეასის ამ ორი ფუნქციიდან ერთი ან მეორე ვერ ხერხდება და მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. ეგზოკრინულ ქსოვილში წარმოებული პანკრეასის წვენი დაახლოებით 1,5 ლიტრი დღეში, რომელიც 12 გოჯა ნაწლავში პანკრეასის სადინარის საშუალებით მიეწოდება, საჭმლის მომნელებელ სხვადასხვა ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც ცალკეული საკვები კომპონენტების დასაქუცმაცებლად და მოსანელებლად არის აუცილებელი. თუ ეს ფერმენტები საკმარისად აღარ იწარმოება, ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები ვეღარ შეიწოვება. ავადმყოფი წონაში იკლებს და ორგანიზმი იფიტება. ენდოკრინულ ქსოვილში წარმოქმნილი ინსულინი სისხლში გამოიყოფა, როდესაც სისხლში შაქრის დონე იზრდება, მაგალითად, ნახშირწყლებით მდიდარი ჭამის შემდეგ. იგი სისხლის მიმოქცევის საშუალებით ღვიძლში და სხეულის სხვა უჯრედებში გადადის, სადაც უჯრედებში შაქრის შეწოვას უზრუნველყოფს. ინსულინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში. ადამიანები, რომლებშიც ინსულინის წარმოება ირღვევა, ხდებიან დიაბეტური. მეორეს მხრივ, ჰორმონი გლუკაგონი გამოიყოფა, როდესაც შაქრის მოთხოვნილება იზრდება. იგი შაქრის რეზერვების მობილიზებას უზრუნველყოფს. პანკრეასის სხვადასხვა დაავადებები არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზები, სიმპტომები და მიმდინარეობა ახასიათებთ. გავრცელებული დაავადებებია: მწვავე პანკრეატიტი, ანთება, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და ჩვეულებრივ ნაღვლის ქვებით ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით არის გამოწვეული. ის მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილს იწვევს, რომელიც ხშირად ზურგის ტკივილებადაც ვრცელდება, ასევე გულისრევა და ღებინება. დაავადება შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს და ჩვეულებრივ სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს. ქრონიკული პანკრეატიტი, ნელა პროგრესირებადი, განმეორებადი ანთება, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარებით. ეს იწვევს მუდმივ დაზიანებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ცხიმოვან განავალს, წონის დაკლებას და, რა თქმა უნდა, ხშირად შაქრიან დიაბეტს. პანკრეასის კიბო, ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სიმპტომებს ჩვეულებრივ მხოლოდ ბოლო ეტაპზე იწვევს. ტიპიური სიმპტომებია ზედა მუცლის ტკივილი, წონაში კლება და სიყვითლე. პროგნოზი ხშირად არახელსაყრელია, ვინაიდან სიმსივნე ხშირად ძალიან გვიან ვლინდება.
კისტები და კისტოზური სიმსივნეები. არსებობს სხვადასხვა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი კისტოზური ცვლილებები, მათ შორის ფსევდოცისტები, ჩვეულებრივ ანთების შედეგი და სეროზული კისტოზური ნეოპლაზიები. ზოგიერთი ცვლილება შეიძლება კიბოს წინამორბედი იყოს. ნეიროენდოკრინული სიმსივნეები, იშვიათი სიმსივნეებია და მათი აქ არ შევჩერდებით. კისტოზური ფიბროზი თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადება, რომლის დროსაც ბლანტი ლორწო პანკრეასს ბლოკავს და მის ფუნქციას არღვევს. ეს იწვევს საჭმლის მომნელებელ პრობლემებს და საკვები ნივთიერებების დეფიციტს, რომელსაც ხშირად თან ფილტვების პრობლემები ახლავს. შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი არის დაავადებები, რომლებშიც ინსულინის წარმოება ან მოქმედება ირღვევა. პანკრეასი ამაში ცენტრალურ როლს ასრულებს, რადგან ის არის ორგანო, რომელიც ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებს. ეხლა კი როგორ დავიცვათ პანკრეასი? აი მისთვის სამი საუკეთესო საკვები. ეს პროდუქტები იცავს და ხელს უწყობს ამ ორგანოს მუშაობას. პირველი არის ლიმონი. ის მდიდარია C ვიტამინით, პექტინით და სხვა ღირებული ინგრედიენტებით. სტიმულირებს საჭმლის მონელებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სისხლში შაქრის დონის ზრდას მხოლოდ ნელა, ჯამის შემდეგ უწყობს ხელს. ეს თვისებები პანკრეასს განტვირთავს და მას ზედმეტი მუშაობისა და ანთების განიცავს. მეორეა გოგრა. ეს უკანასკნელი სპეციალურ ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ პანკრეასის უჯრედების განახლებას, რითაც ამ ორგანოს განსაკუთრებულ სამსახურს უწევს. გარდა ამისა, ის ადვილად ასათვისებელია და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას. ამის გამო გოგრა დიაბეტის განვითარების თავიდან ასაცილებლად და პანკრეასის დასახმარებლად იდეალური საკვებია. მესამეა მწვანე სალათი და მწარე ბოსტნეული. ახალი სალათები, განსაკუთრებით მწარე ჯიშებით, როგორიცაა მაგალითად რუკოლა ან ბაბუაწვერა, საჭმლის მომნელებელი წვენების წარმოებას სტიმულირებს. ეს მწარე ნივთიერებები პანკრეასს ცხიმების მონელებაში და ინსულინის გამომუშავებაში ეხმარება. ამრიგად ისინი ხელს უწყობენ ორგანოს ჯანმრთელობას და მის ფუნქციონირებას აუმჯობესებენ. პანკრეასის დასახმარებლად მოერიდეთ ალკოჰოლს და შეზღუდეთ კოფეინი. შეზღუდეთ ცხიმების მიღება და მიირთვით ახალი ხილი, ბოსტნეული, თელი მარცვლეული. მონელების შესამსუბუქებლად და პანკრეასზე სტრესის შესამცირებლად მცირე ულუფებით და უფრო ხშირად და უფრო მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი საკვები მიირთვით. პანკრეასის უკეთესი ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი წონა შეინარჩუნეთ და რეგულარულად ივარჯიშეთ. პანკრეასის დასაცავად და დასახმარებლად შემდეგი პროდუქტები დაგეხმარებათ. კურკუმა. ის შეიცავს კურკუმის, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მისი მიღების რეკომენდირებული დოზა 500-700 მგ დღეში, რომელიც შეიძლება საკვებს დაუმატოთ ან რძეს შეურიოთ. ჯანჯაფილი. გთავაზობთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ასევე კარგია ანთებითი პროცესებისათვის და გარდა ამისა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. სვით ჯანჯაფილის ჩაი ან კერძებს დაუმატეთ. ქოქოსის ზეთი შეიცავს საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, რომლებიც პანკრეასს არ ტვირთავს და ანთების შემცირება შეუძლია. თუმცა კი გამოიყენეთ ზომიერად როგორც სამზადი ზეთი. ის პანახი და სოკო, მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც სასარგებლოა პანკრეასისთვის. მწვანე ჩაი, მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება პანკრეასის დაავადების სიმპტომების გაუმჯობესებას და კიბოს რისკის შემცირებას შეუწყოს ხელი. ყურძნის წიფცის ექსტრაქტი, ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ზოგიერთი კვლევების მიხედვით, მას პანკრეასის დამცავი თვისებები აქვს. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დანამატებმა შეიძლება პანკრეასის ფუნქციის დარღვევის გარკვეულწილად კომპენსირება მოახდინოს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში. ანტიოქსიდანტები, ბეტა-კაროტინი, ვიტამინები C, E და სელენი გვპირდებიან ანთების შემცირებას და გლუტამინის მიღებამ. შეიძლება პანკრეატიტის დროს გართულებების ალბათობა შეამციროს. ის გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ძვლის ბულიონი და ხაჭო. პანკრეასის სხვა დამხმარე ღონისძიებებია მაგალითად აკუპუნქტურა. ის შეიძლება ტკივილის მართვასა და ზოგადი თვითშეგრძნების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. სითბოს თერაპიამ, როგორიცაა მატბური ბალიშის მუცელზე დადებამ შეიძლება ტკივილგამოყუჩებელი ეფექტი იქონიოს. პრობიოტიკები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი დადებით ეფექტს იძლევა, სიფრთხილეა რეკომენდებული განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, რადგან გარკვეულმა კვლევებმა პრობიოტიკების გამოყენებასა და მწვავე პანკრეატიტის რისკის გაზრდასთან კავშირი დაადგინა. ქრონიკული პანკრეატიტი ხელს უშლის პანკრეასის ფერმენტების გამოყოფას, რაც ართულებს ორგანიზმს მიერ საკვები ნივთიერებების ათვისებას ართულებს.
ამან შეიძლება ზოგჯერაა დკ და E ვიტამინინების დეფიციტი გამოიწვიოს. გარდა ამისა, პანკრეატიტმა შეიძლება სხვა მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი და კუჭის სწორად დაცლის პრობლემები გამოიწვიოს. პანკრეატიტი და მასთან დაკავშირებული პირობები ხშირად იწვევს გულისრევას და შებერილობას, ხოლო ზოგიერთმა ცხიმიანმა და მჟავე საკვებმა შეიძლება ანთებაც კი გამოიწვიოს. ყველაფერი ამის გამო პანკრეასის დაავადების მქონე პაციენტისთვის ჯანსაღი კვება საკმაოდ რთული პრობლემა ხდება. მაგრამ ამ სირთულის მიუხედავად თქვენი ორგანიზმისთვის საკვები ნივთიერებების სწორი რაოდენობის მიღება მნიშვნელოვანია. სმუზი შესანიშნავი საშუალებაა საკვები ნივთიერებების სწრაფი, მარტივი და გემრიელი გზით მისაღებად. ამიტომ აქ ასეთი სმუზების რეცეპტებს შემოგთავაზებთ. მანამდე კი ერთი რამ გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია თქვენთვის შესაფერისი საკვების შესახებ ექიმს დაეკითხოთ, რადგან თქვენი პანკრეატიტის სიმძიმემ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული სხვადასხვა საკვებზე და ამ დაავადების გამწვავების შანსზე. თქვენს ექიმს შეუძლია მოგცეთ პერსონალური რჩევა, რომელიც თქვენზე მორგებული საუკეთესო კვების არჩევანის გაკეთებაში და თქვენი პანკრეატიტის ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ. მას ასე პირველია ეგრეთ წოდებული სუპერმწვანე სმუზი. დაგჭირდებათ 1 ჩიქა ისპანახი, მეოთხედი ჩიქა სალათის ფოთლები, 2 ფოთოლი პიტნა, 1 საშუალო ზომის კიტრი, 1 ბანანი, 1 სუფრის კოვზი პროტეინის ფხვნილი სურვილისამებრ, 1 ჩაის კოვზი არაქისის კარაქი, ნახევარი ჩიქა წყალი. ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ და მიირთვით. ეს სმუზი მდიდარია C და K ვიტამინებით, სწორედ იმ ნუტრიენტებით, რომლებიც დაავადებული პანკრეასის დროს შეიძლება გაკლდეთ. ამასთან, თუ ამ რეცეპტის ერთ-ერთ ინგრედიენტს ვერ იტანთ, შეგიძლიათ გამოტოვოთ ან თქვენთვის სასურველით ჩაანაცვლოთ. შოკოლადისა და პროტეინის ფხვნილის სმუზი. დაგჭირდებათ მეოთხედი ჩიქა უშაქრო ნუშის რძე, ნახევარი ჩიქა ნუშის იოგურტი, სასურველია უცხიმო, 2 სუფრის კოვზი უშაქრო კაკაოს ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი პროტეინის ფხვნილი, ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი შავი მწარე შოკოლადი, 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი. ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ და მიირთვით. მოცვის სმუზი. დაგჭირდებათ ნახევარი ჩიქა უშაქრო ნუშის რძე, ნახევარი ჩიქა მოცვი, 150 მლ უცხიმო მაწონი, 1 კოვზი პროტეინის ფხვნილი, 1 ჩიქა ყინული. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ და მიირთვით. ეს სმუზი ანთებების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს და დიაბეტისთვისაც შესაფერისია. გაითვალისწინეთ, რომ შინაური საშუალებები და ცხოვრების წესის ცვლილებები ეხმარება, მაგრამ არ უნდა ჩაანაცვლოს მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის სამედიცინო მკურნალობა. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.